გაიგრძელდა საქართველოს დილამშვიდობისა დღეს 22 მაისია ზუსტად დილის 9 საათი ვიწყებთ ჩვენს პოლიტიკურ დილას ფორმულაზე დღეს პოლიტიკურად ატვირთული დღე იქნება კვლავ სასამართლო იქნება პოლიტიკური ამბების ეპიცენტრი რადგან დღეს სურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს გირაოს საკითხი გადაწყდება ის გირაოს გადახდას არაპირებს შესაბამისად სასამართლოს მოუწევს გადაწყვიტოს იგივე პრეცედენტს გამოიყენებს თუ არა რაც ირაკლი ოქროშვილი შემთხვევაში გამოიყენა შეგახსენებთ საქმე შეეხება წულუკიანის კომისიაზე დაბარების და იქ არ გამოცხადების საკითხს წულუკიანი ერთფარატი ქაღალდს აგზავნის შემდგომ პროკურატურაში და ითხოვს ამ ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. მარიკა არევაძე ცვლების კოალიციიდან არის ჩვენთან ერთად. დილამშვიდობისა მარიკა, მადლობა რომ შემოგვერთით. თქვენი კოალიცია გამორჩეული გამოწვევის წინაშე დადგა. აი ამ გირაოსთან დაკავშირებული თემების გამო, იმიტომ რომ თქვენი კოალიციის სამი ლიდერი ავტომატურად შეიძლება ციხეში წავიდეს. როგორია თქვენი პოლიტიკური შეფასება დღევანდელი დღის და იმ პროცესის რაც ხელისუფლებამ ამ კომისიით და ამ კომისიის ნიადაგზე ადამიანების დაპატიმრებით წამოიწყო. მოგესალმებით პირველ რიგში დილამშვიდობის. რა თქმა უნდა, რთული პროცესია როგორც ჩვენთვის, კოალიცია ცვლილებისთვის, ასევე ზოგადად საქართველოსთვის. ეს არის დიდი ხნის დაწყებული ბრძოლა თავისუფლებისთვის, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და რუსეთისგან საქართველოს განთავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში ჩვენ გავდივართ ძალიან რთულ გზას, მათ შორის ჩვენ, როგორც მოქალაქეები, ასევე კოალიცია ცვლილებისთვის, როგორც იცით, დღეს 3 საათზე არის ზურაგირჩი ჯაფარიძის ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი სასამართლოს ხდომა, სადაც წინა სასამართლოს ხდომა ეს, თუმცა ვინაიდან აღკვეთი ღონისძიების სახით მას შეფარდებული ჰქონდა გირაო და ამ გირაოს გადახდა არ მომხდარა. ეს არის ზურას პრინციპული პოზიცია და ამ ბრძოლის ნაწილი. არის მაღალი ალბათობა იმის, რომ დღეს მოხდეს ზურას დაკავება. ახლა რა შეეხება რამ გამოიწვია ეს, ხომ მოგეხსენებათ არალეგიტიმური პარლამენტის შენობაში ქართული ოცნების გარკვეული ადამიანები შეიკრიბნენ, თავი გამოაცხადეს პარლამენტის წევრებად და შექმნეს რაღაცა საგამოძიებო კომისია. ზოგადად რო ვიცოდეთ, საგამოძიებო კომისია არის ოპოზიციის ხელში ბერკეტი. რეალურად რო შევხედოთ და სუფთა სამართლებრივი თვალსაზრისით რო შევხედოთ, რომ აკონტროლოს უმრავლესობა გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით და დღესდღეობით ამ კომისიის სახელით, ასე ვთქვათ, ეს არალეგიტიმური პარლამენტი იყენებს ტრიბუნას იმისათვის, რომ ადამიანებს ანახოს შოუ და იბრძოლოს იმისთვის, რომ საქართველოს დაკარგოს დამოუკიდებლობა ქვეყნის შიგნით. დღეს ასევე მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ ჩვენი პოლიცსაბჭოს ერთ-ერთი წევრის დიმა ბიძინაშვილის პროცესია 2 საათზე. ისიც თუ გახსოვთ, როდესაც თბილისი მოლთან გზის აქცია იგეგმებოდა კი არა და გაიმართა, გზის გადაკეტვის ბრალდებით, ასე ვთქვათ, დააკავეს რამდენიმე პირი და მათ შორის არის დიმა ბიძინაშვილი, რომელიც აბსოლუტურად უმიზეზოდ, სრულიად უმიზეზოდ, აბსურდული ბრალით, ასევე არის პატიმრობის საფრთხის ქვეშ. თქვენი პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება როგორ წარმოგიდგენიათ, თუ თქვენი პოლიტიკური ლიდერები ამ შემთხვევაში ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია და ნიკა მელია სამივე აღმოჩნდებიან ციხეში. შრომის ორგანიზებისათვის ეს ხალხი ალბათ მნიშვნელოვანია პარტიულ და კოალიციურ ჭრილში. როგორ უყურებთ ამ ნაწილს? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ლიდერები, ნებისმიერ ორგანიზაციას, ნებისმიერ საქმიანობას ჭირდება ლიდერი, რომელიც აორგანიზებს, ასე ვთქვათ, მართავს პროცესებს და ასე შემდგომ, თუმცა ეს არის ბრძოლის ნაწილი, ამას ვიაზრებენ როგორც ჩვენი ლიდერები, ასევე ვიაზრებთ ჩვენ. და ჩვენი მუშაობა გაგრძელდება შეუფერხებლად და ბრძოლა საქართველოსთვის გაგრძელდება შეუფერხებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ლიდერების გუნდი ამას აუცილებლად შევძლებთ. გაქვთ გეგმები მათ შორის იმასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებას როგორ აპირებთ მას შემდეგ თუ ამ ხალხს დაიჭერენ, როგორ აპირებთ თქვა კოალიციური ცხოვრების გაგრძელებას, თუ ამასთან დაკავშირებით რაც მინდობილები ხართ პროცესებს ამ შემთხვევაში. ჩვენ ვაცნობიერებთ რა პროცესში ვართ დღეს და რა მოცემულობაში ვართ დღეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს ფორსირებულად გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა ასევე გვაქვს ჩვენი, ასე ვთქვათ, შეხედულებები, ჩვენი მოქმედების გეგმა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ და მივყვებით ის, რომ თუ ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს გონია, რომ ლიდერების დაკავებით პოლიტიკური
ოპონენტების და პოლიტიკური ლიდერების დევნით, სისხლისამართლებრივი დევნით, მათ შორის უკანონო ციხეში გამოკეტვით, ვინმეს შეაშინებს, ან რაიმე პროცესს შეაფერხებს, ეს არის უბრალოდ ილუზია, ეს ასე არ მოხდება. რა თქმა უნდა, მუშაობაც გაგრძელდება, ბრძოლაც გაგრძელდება და პოლიტიკური ცხოვრებაც გაგრძელდება რთულ პერიოდში, თუმცა ყველა ვაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენ ვართ საკმაოდ რთულ პერიოდში. ჩვენ ვართ რამოცემულობაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბოლომდე დაასრულოს დამოუკიდებლობა და დემოკრატიული ინსტიტუციები, დემოკრატიული წყობა საქართველოში და ჩვენ გაერთიანებული ოპოზიცია, ანუ პროდასავლური გამარჯვებული ოპოზიცია, რომლის რა თქმა უნდა წარმომადგენლები ვართ ჩვენ კოალიციაცვლილების ბაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები, ვიბრძვით იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია იქნა შენარჩუნებული ქვეყნის შიგნით. ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, რთულია, რა თქმა უნდა, გრძელვადიანია, თუმცა ნაბიჯ სხვადასხვა მიმართულებით, აქტიური მუშაობით, დაუღალავი მუშაობით ეს აუცილებლად შედეგამდე მივა ეს ბრძოლა. თქვენ იცით ჩვენი ერთობლივი მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე და ისიც ის შედეგები, რაც საერთაშორისო ასპარეზზე გვაქვს მიღებული, ის მხარდაჭერა, ურყევი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებისგან გვაქვს. ასევე ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები ქვეყნის შიგნით არ ჩერდებიან, არ იღლებიან და ვერც დაიღლებიან, იმიტომ რომ ეს ბრძოლა გადის ქვეყნის დაკარგვის თუ შენარჩუნების ზღვარზე, ხომ? და ყავს გარდა პოლიტიკური ლიდერებისა, რომლებიც დღეს ხვალ შეიძლება გახდნენ ასევე რეჟიმის პატიმრები 50-ზე მეტი პატიმარი, რომელიც დღეს სრულიად უსაფუძვლოდ უბრალოდ სამშობლოს სიყვარულისთვის ზის ციხეში და თავისუფლება მათ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა მათი არის და მათთვისაც არის და ისინი ამ ბრძოლის სათავეში დგანან, ასე ვთქვათ. ასევე ჩვენ ამ დღეებში ველოდებით, როგორც თავში აღნიშნეთ, უახლოს პერიოდში იქნება ნიკამელიას სასამართლოს ხდომა და შემდგომ უკვე ივნისის დასაწყისში იწურება გვარამიას გირაოს გადახდის ვალდებულება, ასევე მათი გაცხადებული პოზიციაა, რომ არ იქნება თანამშრომლობა რეჟიმთან. რა მოგვიტანა შედეგები ჩვენ დღეს, ხომ? მოგვიტანა პრინციპულმა პოზიციამ და მოგვიტანა არ თანამშრომლობამ. ეს არ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და ასევე უნდა ვიყოთ მკაფიოები ჩვენ ადამიანებს, ჩვენს ამომრჩევლებს, საქართველოს მოქალაქეებს, უნდა ვუთხრათ სიმართლე და უნდა შევასრულოთ ის, რასაც ვიტყვით. ჩვენ კოალიციაცვლილებისთვის ამ ბრძოლაში ვართ მკაფიოებიც, თანმიმდევრულებიც და ასე გაგრძელდება არ თანამშრომლობა რეჟიმთან, სანამ ეს რეჟიმი არ დასრულდება. წინ 26 მაისს მოდის, რომელიც მნიშვნელოვანი ეროვნული თარიღი არის ყველა ქართველისათვის, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეა. როგორ უყურებთ ამ თარიღის აღნიშვნის გარემოებებს, რა ადგილი უნდა ეკავოს პროტესტში და რა მოლოდინები უნდა გქონდეს ამ თარიღთან დაკავშირებით? 26 მაისი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მნიშვნელოვანი როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ასევე დღეს ამ მოცემულობაში და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანება, ერთად დგომა და ერთიანობა. ერთიანობა როგორც პროდასავლური ოპოზიციური პარტიების, ასევე მოქალაქეების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე ჩვენი რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც გვიყურებენ დატყვევებულები საპატიმროებიდან და თავად საკუთარ თავებს დავანახოთ, რომ ძლიერები ვართ, რომ ბევრნი ვართ და რომ ეს ბრძოლა აუცილებლად ჩვენი ერთადდგომით დასრულდება გამარჯვებით. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღეს ეს ერთობა შედგება, ჩვენ ბევრნი ვიქნებით და კიდევ ერთხელ ხმამაღლა დავაფიქსირებთ ჩვენ სათქმელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მარიკა, თქვენ მრავალი წელი ადვოკატ ბრძანდებოდით და შესაბამისად იცნობთ ამ სფეროს სპეციფიკას. თქვენი აზრით, ბოლო თვეებში სასამართლო პროცესებმა რამდენად გაუარეს სამხრივი არსებული მდგომარეობა და რამდენად უფრო ნათელი გახადა თქვენთვის მათ შორის ის მახინჯი და მავნე პრაქტიკა და წესრიგი, რაც იქ არის დამყარებული? ის რაც სასამართლოში ხდება დღესდღეობით არავითარ კავშირში არ არის არც მართლმსაჯულებასთან და არც სამართლიანობასთან. სამწუხაროდ ყველა პროცესს ეტყობა გავლენა და როგორც ადმინისტრაციულ პროცესებს, ასევე სისხლისამართლებრივ პროცესებს.
გავლენა და ასე ვთქვათ, არასწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული, რომელიც არ არის სამართლებრივ სტანდარტებზე და მოცემულობაზე დაფუძნებული. სასამართლო არის ის რგოლი, რომელსაც შეუძლია კი არა, ვალდებულია, რომ უზრუნველყოს ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელება, ანუ მას აქვს ერთადერთი, ასე ვთქვათ, ორგანოა, რომელსაც შეუძლია კონტროლი გაუწიოს, როგორც ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოს, ასევე ზოგადად ქვეყანაში ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოს ეს. სასამართლო არის ის ორგანო და მოსამართლე იმდენად მაღალი თანამდებობის პირია, რომ მას შეუძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, აი, ცხვირში მიარტყას ის თავის მოუმზადებელი და გაყალბებული საქმეები. მას შეუძლია პირდაპირ უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შენგან მოტანილი, შემოსული უსაფუძვლო საქმეები არ დაკმაყოფილდება და ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში იქნება დაცული, თუმცა ის ამას არ აკეთებს, ამას ექნება შესაბამისი შედეგები. ყველა ის საქმე, რომელიც მიიღება როგორც ადმინისტრაციული წესით, ასევე სისხლის სამართლებრივი წესით, იქნება შესწავლილი კომპეტენტური კვალიფიციური კომისიის მიერ, რომელიც შესაბამის შედეგებს აუცილებლად გამოიღებს და დღეს თითოეულ მოსამართლეს უნდა ესმოდეს, რომ ის ვალდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები, ის ვალდებულია უზრუნველყოს ქვეყანაში მართლმსაჯულება. თუ ვერ ასრულებენ მათ ვალდებულებებს, წავიდნენ და ასე ვთქვათ, არ დაემორჩილონ რეჟიმის მითითებებს. 10,000-ობით ქართველია წასული უცხოეთში ემიგრაციაში სამუშაოდ. ისინი თიშოვენ რაღაც ადგილს, თავარია ამ ქვეყნის მომავალს რომ გაყიდიან. ნამდვილად და სისხლის მიმართულებით, აი ბოლო кейსი თუნდაც რომ ავიღოთ, ბოლო შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური ლიდერების დევნას აქვს ადგილი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ აქ საერთოდ არ აქვს სისხლის სამართლის მოცემულობასთან საქმე, იგივე ქმედებას, რომც დავუშვათ, აი თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქმე გვაქვს კომისიასთან და კომისიაზე არ გამოცხადებასთან, ეს წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას და როდესაც ადმინისტრაციული, ანუ უფრო მსუბუქი ფორმა არსებობს პასუხისგების, სამართალში ესეთი პრინციპია და ესეთი წესი მოქმედებს, რომ უნდა იქნეს გამოყენებული ეს და მე მაინტერესებს რა პასუხს გასცემენ უკვე ასე ვთქვათ კეთილსინდისიერ კვალიფიციურ კომისიას, რომელიც შეისწავლის ამ საქმეებს და ამ მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ეს მოსამართლეები, როდესაც დადგება ამის დრო და ამის დრო აუცილებლად დადგება. მოდით ვისაუბროთ იმ ორგანოებზე, რომლებიც წესით ამ მხრივ ერთმანეთის თავზე დგანან, იმ გაგებით, რომ მათი პასუხისმგებლობა უზრუნველყონ ზედამხედველობა, ხო? აი პროკურატურაზე როცა ვსაუბრობთ, მარიკა, ჩვენ ვსაუბრობთ ორგანოზე, რომელიც საქმე არის გამოიძიოს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულები, გამოიძიოს ადამიანების წამება, ხო? ანუ პროკურატურის უმოქმედობა და უკვე დანაშაულია. ანუ ის რომ მათ რაღაც ვერ შეამჩნიეს, ამის გამო შეიძლება და გასამართლდნენ ისინი. ამ ნაწილზე რომ ვილაპარაკოთ, თუ შეიძლება რა ტიპის მოვლენა აქვს, მათ შორის ამ სპეციალური საგამოძიებო უწყების ჯერ შექმნა და მე ახლა უკან შეერთება პროკურატურასთან. ნახეთ, ჩვენ ვუყურებთ პროცესს, როდესაც ყველა დემოკრატიული ინსტიტუციის გაუქმებას ახორციელებენ, გარდა იმისა, რომ ეს ინსტიტუციები ისედაც ქართული ოცნების ივანიშვილის რეჟიმის პირობებში იყო უფუნქციო, მას არ ჰქონდა არავითარი შედეგი, ახლა ვუყურებთ, რომ საერთოდ აუქმებენ ამ ინსტიტუციებს, ხომ? სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ანგარიშზე არის ნულოვანი შედეგი და საერთაშორისო სანქციები. შესაბამისად, პირდაპირ ესეც მიუთითებს იმას, რა მდგომარეობაში იყო კაცი-ტაცის უწყება, ხო? და მისი გაუქმება, ეს ისედაც რეფორმის ქვეშ უნდა მოქცეულიყო ეს უწყება, რომ რეალური დამოუკიდებლობისთვის მიაღწია და რეალური შედეგები დაედო. რეალური კი რაიმე შედეგები დაედო, ხო? რაც მისი ფუნქციაა. ასე არ იყო და ეხლა მთლიანად წაიღეს პროკურატურის შემადგენლობაში. ესეც შეიცვლება, რა თქმა უნდა, და ჩვენ რეალურად გვეყოლება ცვლილებების შემდგომ დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც გამოიძიებს ყველა ასეთ საქმეს და ყველა პირი მოუწევს კანონის წინაშე და ქართველი ხალხის წინაშე პასუხისგება მისი მოქმედებისთვის. სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ასეთ მუხლს. მაგალითად, როგორიც არის უფლებამოსილების გადამეტება, არაჯეროვანი შესრულება და ასე შემდგომ, ხო? ანუ ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული. არავინ არ ვუსურვებ და არც ვუთითებ, რომ ის შეიძლება იყოს დამნაშავე. ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს და ყველამ საკუთარ თავს გასცეს პასუხი, არღოს თუ არა სისხლის სამართლის კოდექსს. არის თუ არა სავარაუდო დამნაშავე, იმიტომ რომ უკანონობა სამუდამოდ არ გაგრძელდება.
შერჩევითი სამართალი სამუდამოდ არ გაგრძელდება ამ ქვეყანაში და როდესაც სამართლიანობის დრო დადგება, აუცილებლად მოუწევთ მათ კითხვაზე პასუხი, რას აკეთებდნენ მაშინ, როდესაც ქვეყანა იღუპებოდა, ასრულებდნენ თუ არა საკუთარ უფლებამოსილებას, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებდნენ, ექვემდებარებოდნენ თუ არა ვინმეს მითითებებს, იღებდნენ თუ არა სამართლიან და სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეულ გადაწყვეტილებებს, მოქმედებდნენ შერჩევითი სამართლის პირობებში თუ კანონის უზენაესობა მათთვის იყო მნიშვნელოვანი. ეს არის ის ტესტი, რომელსაც აუცილებლად გაივლიან ეს უწყებები და ასევე მე მინდა შევეხო იგივე ანტიკორუფციულ ბიუროს, ხო, რომელიც მიუხედავად არაერთი კორუფციული, სავარაუდო კორუფციული ფაქტის გამოვლენისა, არაერთი ისეთი შემთხვევისა, რომელიც მათ შორის მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, არც ერთ შემთხვევაზე შედეგი არ დაუდია, არც ერთ შემთხვევაზე მოქმედება არ დაუწყია, ყოველ შემთხვევაში ეს არ ჩანს, ხომ? საზოგადოებისთვის და მათ შორის არ არის ანუ ერთ დაპატიმრებული არ გვინახავს, ახლა ამდენი ადამიანი დაილეცა და ამდენი ადამიანი ცემეს და აწამეს და ერთი სპეცსაზღვრელიც კი როგორ დაიჭირეს. სამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება, რომელიც ფაქტია, რომ არ შესრულდა. თუმცა ეს უფლებამოსილება არა მარტო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, არამედ შემდგომ უკვე პროკურატურის ვალდებულება იყო და ვხედავთ, რომ ორი ამხელა უწყება იყო უფუნქციო. ან მოქმედებდა მითითებების ფარგლებში შერჩევითი სამართლით. მარიკა, როცა საუბრობთ ჩვენ ამ უწყებებზე და მოსამართლეთა ასე ვთქვათ, კლანზე. ამ შემთხვევაში ამ ადამიანების პრობლემა უფრო სინდისშია თუ უფრო კომპეტენციაში? აი, საინტერესოა ალბათ ამის გარკვევაც, იმიტომ რომ ორივე მძიმე მიმართულება, ორივეს გამოსწორება ძალიან რთული არის რაღაც ასაკის მერე. ერთი საერთოდ აღარ სწორდება სინდის მიმართულება ჩემს აზრით, მაგრამ როგორ ფიქრობთ, აი რა არის მათი მთავარი პრობლემა? მთავარი პრობლემა არის ის, რომ გავლენები საკმაოდ გავრცელებულია უკვე და ფესვებ გადგმულია სასამართლოში. რა თქმა უნდა, სასამართლოში არიან მოსამართლეები, რომლებიც დღემდე შიგნიდან იბრძვიან მათ შორის კანონის უზენაესობისთვის, მაგრამ ასეთი მოსამართლეები არიან თითზე ჩამოსათვლელები, უბრალოდ სამართლიანობისთვის მნიშვნელოვანი რომ აღინიშნოს, რომ ისინიც არიან და მათი ხმაც გვესმის ჩვენ. თუმცა მთავარი პრობლემა არის ის, რომ სასამართლოს სჭირდება რეფორმა და ეს რეფორმა არც ერთხელ არ ჩატარდა. იყო რეფორმების მცდელობა, თუმცა ამ მცდელობებით რეალურად რეფორმა კი არ ჩაატარეს, უფრო გააძლიერეს გავლენები ამ ეგრეთ წოდებული კლანის, ანუ გავლენიანი ჯგუფის. დღეს სასამართლოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, იმიტომ რომ ერთი რომ გავლენას ექვემდებარება მოსამართლე, ანუ პირი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კანონის უზენაესობა ქვეყანაში და მეორე გვაქვს საქმე ასევე რიგ შემთხვევებში, არა ყველა შემთხვევაში, მაგრამ კომპეტენციის ნაკლებობასთანაც. მე ვესწრები ამ პროცესებს, მე თვითონ კი ვარ ადვოკატი, მაგრამ სისხლის მიმართულებით არა ვარ. მაგრამ ვესწრები მათ შორის სისხლის პროცესებს და ის სამართლებრივი აბსურდები, რომელსაც ვუყურებ, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლებრივ საქმეებში, ან გამოწვეულია ღრმა მონობით და მორჩილებით, ან სამართლის და იურისპრუდენციის სრული უცოდინრობით. არჩევნებთან დაკავშირებით მინდა ვიკითხო, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაართულა დამკვირვებლების მოქმედება უბანზე, ხო, ბევრი კანონი მიიღო ამ მიმართულებით, ბევრი შეზღუდვა მიიღო და ამასთან ერთად ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ ნულზეა დასული. ამაზე მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ ძალიან დიდი რესურსი დაგჭირდება იმისთვის, რომ მოვინდომოთ, რომ ამ მრჩეველთა გამოცხადება არჩევნებზე იყოს მაღალი. იმდან დაბლა არის დასული. მე მაგალითად ჩემ თავზე შემიძლია ვილაპარაკო, ხო, ამ შემთხვევაში. მე არანაირი мотиваცია არ მაქვს, რომ არჩევნებზე წავიდე. ვერ ვხედავ, აი ჩემ თავში გამიჭირდება ამის პოვნა. და დარწმუნებული რომ ასეა ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი. როგორ უყურებთ მარიკა ამ საარჩევნო საკითხს, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნების საკითხს თქვენ პირადად და ზოგადად როგორ უყურებთ ბრძოლას პარტიულ ბრძოლას იმ პროცესში, რომელიც არ მიდის არჩევნებისკენ, ეს ძალიან სპეციფიკურად რთული პროცესი არის. პარტია იმისთვის არსებობს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. დიახ, პარტია ნამდვილად იმისთვის არსებობს და პოლიტიკური ცხოვრება იმისთვის არსებობს დემოკრატიული წყობილების ქვეყნებში, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და არჩევნების გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და შესაბამის მერე რეფორმების გატარება იქნება თუ ქვეყნის მართვა დემოკრატიულ ფარგლებში, მაგრამ ჩვენ დღესდღეობით იმისათვის, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, უნდა გქონდეს არჩევნები. ჩვენ ვიმყოფებით ისეთ მოცემულობაში, როდესაც არჩევნები ფაქტობრივად აღარ არსებობს, ხო, როდესაც არჩევნები
არ არის სამართლიანი და არის კრიმინალიზებული პროცესი. რატომ კრიმინალიზებული? იმიტომ რომ როდესაც ბოლო საპარლამენტო არჩევნები იქნა გაყალბებული, ძალიან ბევრი ფაქტი არის ამასთან დაკავშირებით, თუმცა ისევ და ისევ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პროკურატურა, რა თქმა უნდა, არ დებს შესაბამის შედეგებს და არავინ ამისთვის არ არის არც ფაქტებია გამოვლენილი შესაბამისი წესით და არც არავინ არ არის დასჯილი. ერთადერთი პირი, რომელმაც სასამართლო სისტემაში ბატონი ხუხუა გახსოვთ ალბათ მოსამართლე, გაბედა და თქვა სიმართლე, რომლის გადაწყვეტილებაც ასევე გააუქმეს, თუმცა ფაქტია, ესეც მნიშვნელოვანი პრეცედენტია, იმიტომ რომ სასამართლოს წესით იქნა დადასტურებული სწორედ მასობრივი გაყალბების ფაქტი. ამასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ არ გვაქვს ცენტრალური საარჩევნო კომისია კეთილსინდისიერი პირებით დაკომპლექტებული, მეტიც დასანქცირებული ცენტრალური საარჩევნო კომისია ყავს ხომ, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობა მთლიანად მორგებულია რუსული რეჟიმზე, ანუ ივანიშვილის ქართულ ოცნებაზე, რომელიც დაწერს ციფრებს, ანუ არავითარი მნიშვნელობა არ ექნება არჩევნებზე მისვლას, დაწერს უბრალოდ ციფრებს. როდესაც დამკვირვებლებს, საერთაშორისო დამკვირვებლებსაც ეზღუდებათ მონაწილეობის მიღება, იქ ისეთი წინაპირობები იქნა ჩადებული. როდესაც ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ შეძლებენ ჩართვას, იმიტომ სრული ძალით ამოქმედებენ უკვე ამ რუსულ კანონს და მის შედეგებს უკვე ვხედავთ, ხო ჩვენ. ამ პირობებში არჩევნები ერთი რომ არ არსებობს და ამიტომ ვერ მიიღებ მონაწილეობას და მეორე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ არის ახლა ის არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს. უნდა ჩატარდეს საყოველთაო საპარლამენტო არჩევნები იმისათვის, რომ შეიცვალოს ქვეყანაში კურსი, შეიცვალოს რეჟიმი, ხელისუფლებასაც ვერ ვიტყვი, შეიცვალოს რეჟიმი. სწორედ ეს არის ადამიანების მოთხოვნა, სწორედ ეს არის რეალურად ის ცვლილებები, რაც არის მნიშვნელოვანი და საჭირო. არალეგიტიმურ პროცესში ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას და ჩვენ ფაქტობრივად გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ვიყავით და ვართ ძალიან მკაფიოები და პირველებმა ვთქვით, რომ ამ არჩევნებში არ მივიღებთ მონაწილეობას. მარიკა, ეს არის წითელი ხაზი, რომლის იქითაც თქვენ აღარ აპირებთ, რომელიც რთულს გახდის ურთიერთობას იმ პარტიებთან, რომლებიც თქვა შეიძლება გადაწყვიტონ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ასე უყურებთ ამ საკითხს. ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება, რომ არ შევიდეთ რუსული ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნების თამაშში. რაც უფრო მეტი ბუნდოვანება იქნება, რაც უფრო მეტი ისეთი ნაბიჯი იქნება, რომელიც მათ მოუტანს ლეგიტიმაციას, ეს არის ის, რაც სჭირდება ბიძინა ივანიშვილს. ნახეთ, ყველაზე მეტად რას ტკივა დღეს ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს, ხომ? რას ტკივა? ტკივა ლეგიტიმაციის საკითხი. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი თანმიმდევრული მოქმედებებით, იმით რომ არ ვაღიარეთ გაყალბებული არჩევნები, იმით რომ არ შევედით პარლამენტში, იმით რომ დაფინანსების მიღებაზე უარი ვთქვით, აქვს ლეგიტიმაციის ნაკლებობა, იმით რომ გაერთიანებული ძალებით პროდასავლური ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, ვაწვდით მას ყოველწუთიერად ამ ინფორმაციას საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ და ჩვენი ამ წინა პერიოდის მოქმედებებმა, რაც უკვე აღნიშნე, ხომ, გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო დონეზე ამათ არ აქვთ ლეგიტიმაცია. ეს ლეგიტიმაცია ვერ ექნებათ და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ მივიდეთ საერთო გამარჯვებამდე და ჩვენი მოქმედებებით არ უნდა შევუწყოთ ხელი მათ თამაში შესვლას. ამიტომ ჩვენ ვართ მკაფიოები და მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია დღეს მკაფიობა და მნიშვნელოვანია, რომ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობაზე დაფიქსირებული იქნეს ყველას მკაფიო პოზიცია. გუშინ ძალიან ნიშანდობლივი დღე იყო, როცა ჩვენ იზოლაციაზე ვსაუბრობთ და მყარი ეპითეტების გაჩენაზე ხელისუფლების მიმართ. წარმომადგენელთა პალატაში იყო მოსმენა მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნის, რომელმაც თქვა რომ ჩვენ ჯერ ვიყალიბებთ ოპოზიციას არა მიდგომას როგორ უნდა ქონდეს საქართველოს თავრობის მიმართ, მაგრამ
ამ პოზიციის ჩამოყალიბება ხდება იმ ხედვიდან გამომდინარე, რომ ამ მთავრობას მიიჩნევენ ანტიამერიკულ მთავრობად. სწორედ ასე მოიხსენია მან ეს და მისთვის ნაცნობი იყო აშკარად ის თემა, რაზეც ლაპარაკობდა. რას ნიშნავს ეს საქართველოს ხელისუფლებისათვის, მათი პროპაგანდისათვის და პოლიტიკური ოპოზიციისათვის ბრძოლის ამ ეტაპს. ასეთ შეფასება ვაშინგტონიდან არ ყავს აქედან დავიწყოთ. საქართველოს მიტაცებულია, კი ბატონო, მიტაცებულია და ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის ხელში აღმოჩენილი. ჩვენ როგორც აღნიშნე, საერთაშორისო ეტაპზე გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, საერთაშორისო ველზე გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი მეგობრებისგან და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისგან და მეგობარი აქტიც არის თუნდაც ამის გამოვლენა და მეგობარი აქტი არის კანონი, რომელიც უკვე საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს კონკრეტული მოქმედებების გატარება საქართველოსთან დაკავშირებით. მაგალითად, მეგობარ აქტი მარტო სანქციებს კი არ ითვალისწინებს, არამედ იქ გათვალისწინებულია, რომ უნდა ჩატარდეს მოკვლევა და იმ მტკიცებულებების და ფაქტების ამოღება რუსულ, ირანულ და ჩინურ გამნელებთან დაკავშირებით, რომელიც დღესდღეობით არის საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს მარკო რუბიოს განცხადება მეგობარ აქტთან, ჯო ვილსონის და სხვა მანამდე არსებულ მოქმედებებსა თუ განცხადებებთან ერთად არის მკაფიო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იცის ქართული ოცნების რეალური სახე და მისი რუსული რეჟიმის პირობები, ასე ვთქვათ, და ის დგას ქართველი ხალხის გვერდით იმისთვის, რომ საქართველოში დასრულდეს რუსული მმართველობა. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა სხვა სიღრმით როგორ უნდა განახდეს ურთიერთობები ჩვენ საერთაშორისო მეგობრებთან? აქვს თუ არა ოპოზიციას ამის რესურსი და არის თუ არა რესურსი მეტი კოორდინაციისათვის? და ასე ვკითხავთ ამ კოორდინაციის ფორმატებთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, აი სალომე ზურაბიშვილის გარშემო ფორმატი, ასევე აი პატა ბურჭულაძის აქ რაღაცა სურვილი, რომ მან შეუწყოს ხელი რაღაც ტიპის საუბრებს და ხედავთ რესურსს თქვენ მეტი კოორდინაციისკენ? ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით და ყოველთვის ხელს ვუწყობდით ერთიანობას, ოღონდ ერთიანობა ეს ნიშნავს გარკვეული საკითხებთან დაკავშირებით ერთიან კოორდინირებულ მუშაობას და ეს მუშაობა შედგა კიდევაც ეს ერთობა გარკვეული მიმართულებებით, მათ შორის არის საერთაშორისო ასპარეზი, სადაც ერთობლივად პროდასავლურმა ბარიერგადალახულმა თუ გამარჯვებულმა პროდასავლურმა კოალიციებმა შევძელით გაერთიანება და ერთობლივი მუშაობის შედეგად საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობა და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა. ამან არაერთი დადებითი შედეგი მოუტანა უკვე ჩვენს ქვეყანას და მოგვიტანა ჩვენ. საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა ჩვენ დღემდე გვაქვს, რა თქმა უნდა, და ეს ურთიერთობა გაგრძელდება და ღრმავდება. ვისაც არ აქვს ურთიერთობა, ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ხო? მათთან ეს ურთიერთობა ვერც გამოსწორდება, ვერც შეიცვლება, იმიტომ რომ ესენი არიან დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველები, დემოკრატიას ძირს უთხრიან. ხო? შესაბამისად, საერთაშორისო დონეზე როგორ უნდა გამოსწორდეს ურთიერთობები, აქ არის ძალიან მარტივი პასუხი, ცვლილებების შემდგომ ეს ურთიერთობები ისედაც გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ეს ურთიერთობები გვაქვს და ეს თანამშრომლობა გრძელდება ისეთივე მეგობრულ და პარტნიორულ ფარგლებში, როგორც აქამდე იყო მანამ სანამ ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამ ურთიერთობებს გააფუჭა. მადლობა ძალიან დიდი მარიკა არევაძე, ცვლილების კოალიციიდან იყო ჩვენი სტუმარი.